პრინციპში დავდექით ეგეთი საინტერესო საკითხის შესახებ. რა არის ეს ეთნიკური ნაციონალიზმი და რა არის ეს სამოქალაქო ნაციონალიზმი, თქვა და ასე. არსებობს ესეთი საინტერესო მოსაზრება, რომელიც ეკუთვნის ამერიკელ პოლიტოლოგს და სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენელს რონალდ სუნის, რომელიც ამბობს, რომ ქართული ნაცია ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული დღემდე. არის რაღაცნაირად გაჩხერილი ამ ეთნიკურ და თქვა და ასე სამოქალაქო ნაციონალიზმს შორის. და საბჭოთა ნაციები ყოფილიყო. და საინტერესო მომენტი რა არის? ჩვენ რუსში შევეხეთ ამ საბჭოთა თემას, აი ორივენი ლაპარაკობდით ამაზე და ძალიან საინტერესო მომენტია. რა იყო ეს პრინციპში ეს საბჭოთა მოდერნიზაცია? საბჭოთა მოდერნიზაცია იყო ისტორიის ავანგარდში წასვლა. ესე იგი ჩამოშენილი ერები, ჩამოშენილი კულტურები შევიდნენ ისტორიაში და უბრალოდ შევიდნენ, რამე აღმოჩნდნენ ისტორიის ესე იგი ავანგარდში, ყველაზე უფრო წინ. ეს მარტო აქაური აზრი არ იყო, თქვა და ასე, ხო? ევროპული ინტელიგენცია, ინტელექტუალები, ამერიკელი ინტელექტუალები ესე თვლიდნენ 20-30-იან წლებში და სანამ გარკვეული აზრი და 1972 წლამდე, სანამ არქიპელაგი გულაგი არ დაიბეჭდა და არ მოახდინა რაღაც ფანტასტიკური გადატრიალება ადამიანთა ტვინებში, კომუნისტ მიუხედავად აი 49-50-68 წლების მოვლენების და ყველაფერს საბჭოთა კავშირი აღიქმებოდა როგორც ისტორიის ავანგარდში მყოფი ასეთი ერთეული, არა? ანუ ჩვენ რაღაცებს გადავახდეთ წინ, იმიტომ რომ ისტორია და ამის ნაწილი ვიყავით ამავე დროს ჩვენც, ხო, საბჭოთა კავშირი რა იყო, ფორმით ნაციონალური, შინაარსით ინტერნაციონალური. ანუ ნაციონალიზმი ის რაც ევროპული გაგებით მოიცავდა 10 წლეულებს, საუკუნეებს, არა? და ყველაფერთან ერთად მოიცავდა იმასაც, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ ერთ ნაციად, ხო? აი მაგალითად საფრანგეთს მაგალითად რა იყო, საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, აი სადღაც 19 საუკუნის დასაწყისში ფრანგულად ლაპარაკობდა ფრანგი ერის 16%. სადღაც 50-60 შემდეგ ფრანგულად უკვე ლაპარაკობდა 50-60%. სკოლა. ეგ რა გააკეთა? რა არის ნაციონალიზმი? რა არის ნაცია? ნაცია არის ერთ ტერიტორიაზე, ერთი ერი, ერთი განათლების სისტემის ქვეშ. მოდი ესე ვთქვათ. და ეს არის რაღაც ახალი პრინციპი, ნაციის სუვერენობის პრინციპი, რომელიც უპირისპირდება მანამდე არსებულ მონარქის სუვერენობას, ხო? და რაღაცა აზრით ანაცვლებს. ესე იგი სუვერენიტეტის საშუალო საუკუნეების ეს ძველი რეჟიმს რასაც უწოდებენ, ხო? ესე იგი რა არის სამეფო რა არის? სამეფო არის მეფე მისი სუვერენიტეტით, ხო? და ჩვენ ვართ ყველანი ქვეშემდომები, რომლებიც ლოიალურები ვართ მეფის მიმართ. ანუ ეთნიკური პრინციპი საერთოდ არანაირად არ მუშაობს. ის მეფე შეიძლება იყოს ეთნიკურად სირიელი, სომეხი, ესპანელი, არაფერი ამის მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს წოდებები, ამ წოდებებს აქვს სამეთი მოვალეობები და აი ამ სამეფოს რა თქმა უნდა ტერიტორია აქვს, მაგრამ ტერიტორია აი ამ ძალაუფლების და სუვერენიტეტის კონცეფტში არ მონაწილეობს. დღეს აქედან დინასტიური ქორწინებები, დინასტიური ქორწინებებს მოყვება ეს ტერიტორიები, როგორც მზითები, არა, აქეთ-იქით. ასე შემდეგ. საფრანგეთის რევოლუცია ესე ძალიან უხეშად რო ვთქვა, საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული მეფის მოჭრილი თავის ნაცვლად ჩდება ნაცია. როგორც არა წოდებათა ერთიანობა, არამედ როგორც მოქალაქეთა ერთიანობა, სადაც ყველა არის თანასწორი. თქვა და ასე. მესამე წოდება ბურჟუაზია ამბობს, რომ მე ვარ ნაცია და თქვენ ყველანი უნდა გაიზიაროთ ეს პრინციპები. ვინც არ იზიარებს თავი სიცხეს დინარები. ანუ აქედან რა გამომდინარეობს, რომ ნაცია არის გარკვეული აზრით ის, რის შექმნაც ხდება ხელოვნური კონსტრუირებით. ხო? სამოქალაქო ომი არის ის, მოდით ახლა ცოტა მძიმე რაღაცაების ვთქვათ ისტორიულად, ის რაც აყალიბებს ნაციას, ხო? გავხსენოთ ვანდეა, რობესპიერის ფრაზა თუ არ ვთქვი, უნდა მოხდეს ვანდეა და გაწყვიტეს იმის გამო, რომ ამ ნაციონალური პროექტის წინააღმდეგ წავიდა საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინცია, ძირითადად გლეხობა გაწყვიტეს, შემდეგ ესე იგი არა უბრალოდ დახოცეს ხალხი, არამედ შემდეგ ეს ყანები და ისინი გადაწვეს, გამოიწვიეს შემდეგ ხელოვნური შიმშილი, რა. და ნუ პირველი ესეთი ორგანიზებული გენოციდი იყო საფრანგეთის რევოლუციის დროს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს ის ფაქტი, ამაზე ძალიან არანახულოდ საინტერესო წიგნია სეშერის
ვანდეას გენოციდი გამოვიდა 92 წელს, სადაც შემზარავი ფაქტებია, სრული სტატისტიკა და ყველაფერი. თურქული ნაციონალური პროექტი, როდესაც იმპერია გადაკეთდა ნაციად და ნაციას აუცილებლად ჭირდება ტერიტორია და აღმოჩნდა ორი ერი, რომელსაც ორი განსხვავებული პროექტი აქვს ერთსა და იმავე ტერიტორიას. სომხები, თურქები. და რასაც მოყვა თურქული დემოკრატიული ნაციის დაბადებას მოყვა სომხური გენოციდი. ბერძნები ბოლოს ცხოვრობდნენ და ამიტომ გაქცევა მოახერხეს. სომხები ვერ მოახერხეს. ხო არ გეჩვენებათ, რომ აი 88 წლიდან სწორედ იწყება ქართული ნაციის ეს ჩამოყალიბება, რაც შეჩერდა საბჭოთა კავშირის დროს, რომ ჩვენ შევედით ზენაციაში, საბჭოთა ნაცია. დავბრუნდით ისტორიაში, ისევ უკან დავბრუნდით ისტორიაში და დავიწყეთ თვითჩამოყალიბება. თვითჩამოყალიბების დროს მოხდა სამოქალაქო ომი, მათ შორის ქართველებსა და აფხაზებს შორის. ორ ერს ერთ ტერიტორიაზე ქონდა ორი აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი. ერთი წარმოდგენა, აფხაზური წარმოდგენა ისტორიის შესახებ და ქართული წარმოდგენა ისტორიის შესახებ ამ ერთ ტერიტორიაზე იყო სრულად განსხვავებული. აი, ვიღოთ მაგალითად ესეთი მაგალითს მოვიყვან ტიმოთე ბარის ასეთი წიგნი არის ისტორია აფხაზეთის ცერკვის, სადაც ის ლაპარაკობს აფხაზეთის ეკლესიაზე, საქართველოს ეკლესიისგან სრულად ამოუგებია. რაც აბსურდია. მაგრამ მეორე მხრივ, ყველა საინტერესო მასალები, რომელიც ასევე განიხილავს. მაგრამ მეორე მხრივ, ახლა გვინდა ესე იგი მოხსნოს, არ მოხსნოს, ობიექტურია თუ არა ობიექტურია, აფხაზი ერი არის ნაცია, რომელიც აი ამ როგორც ახლა უწოდებენ ნარატივების თუ ამ თხრობების თუ აი ასეთი წარმოდგენების მეშვეობით საკუთარ თავს ახალებს. ნაცია ჯერ კიდევ ვერ არის. მანამ სანამ ისინი შიგნით აფხაზეთში დღემდე აფხაზი არის ეთნოკრატია, ანუ აფხაზებისთვის ყველაფერი, დანარჩენს არაფერი, არც ქართველებისთვის, არც რუსებისთვის, არც სომხებისთვის, არა მანამდე ნაცია ვერ იქნება. თქვა და ნაციონალიზმი, ნაციონალური ნარატივი, ნაციონალური თხრობა, რომელიც ასევე იქნება აი გაჩხერილი ეთნიკურობასა და ანუ გენეტიკურ ეთნოგენეტიკურ რაღაც რეალობასა და თქვა და მანამ სანამ ისინი ცდილობენ სიტყვაზე მეგრელებს უთხრავს, konkret მეგრელები და ქართველები არ ახართ, ესე იგი აშკარად ჩანს, რომ მათ ძალიან უჭირთ ნაციის ჩამოყალიბება და ხელოვნურად ცდილობენ რაღაც კონსტრუქციების შექმნა, რაც წინასე კარგად იციან, რომ ეს არის განწერული დამარცხების. მაგრამ მეორე მხრივ, ისევე მეორე. მოდი ისევ დაუბრუნდეთ აი ფრანგ ისტორიკოსები, მაგალითად ფრანსუა ფიურე აღნიშნავს ეს და არა მარტო ის, მაგრამ აღნიშნავს, რომ ფრანგული რევოლუცია დღემდე არ დასრულებულა. იქნებ ამას შეიძლება გამართო. ამას შეიძლება გამართო, რას მოვუყო. აი, იქნებ ეს 200 წელი, რაც მოდის, იქნებ ეს არის აი ჩაგდებული ქვა და მისი წრეები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია დღემდე. ზაზა, მე მგონი აქ უნდა ითქვას შემდეგი რამ და საკითხი ალბათ უპრეანია, რომ ასეც დაიწყოს. რადგანაც ჩვენ არ აგვაქვს გაანალიზებული საბჭოთა პერიოდი, ჩვენ არ ვიცით რა ადამიანი ჩამოყალიბდა ამის შედეგად. უბრალოდ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავის დანახვა და აღმოჩენა მაგ რაკურსში და არ ვიცით. საბჭოთა წარსულის მქონე თუნდაც შემდეგი თაობა, რომელიც იქედან მოდის. აი ხო, მე ვფიქრობ, რომ თვით ახალგაზრდებისიც კი რომ ვაკვირდები, მე ეს არის საბჭოთა გაგრძელება. ბევრი ნიშნით ეხა მე არ გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ შორს წაგვიყვანს. და ამიტომ საერთოდ დგას საკითხი ასე